საქართველოს შვეიცარიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურქჰალტერმა მოაწერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იყო, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს. არის ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ შვეიცარიაში ქართული და საქართველოს შვეიცარიული ინვესტიციები იქნება დაცული. გარანტიებია, დამატებითი გარანტიები ინვესტორებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ხელშეკრულება, თუ გავითვალისწინებთ, რომ შვეიცარია მსოფლიოში ცნობილია ბრენდებით, რომლებსაც რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომლებიც რეალურად ამიძქმნიან მსოფლიო ბიზნესში. ეს არის ახალი ფორმატის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალე მექანიზმს იმისა, თუ როგორ უნდა იქნას დაცული შვეიცარიელი ინვესტორების მხრიდან მათი უფლებები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში და პირიქით. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, ვინაიდან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შვეიცარიიდან ინვესტიციების შემოსვლას.